ახალი ექსპერიმენტული პროექტი გიორგი მიქაძისა და ანსამბლ ბასიანისგან ამერიკაში მოღვაწე ქართულმა პიანისტმა ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მიმდინარეობების გაერთიანებით ახალი ჟღერადობა შექმნა. პროექტ Voices მსმენელი პირველად პეკინში მოისმენს. გიორგი მიქაძე ანსამბლ ბასიანთან ერთად პირველი საერთო კონცერტისთვის ემზადება. აფხაზურის სიმღერის მოტივებზე აგებულ მუსიკალურ ექსპერიმენტსაც სხვა სიმღერებთან ერთად 14 ივნისს ჩინეთში შეასრულებენ. მუსიკალური მიმდინარეობების შემდეგ ხალხურ მუსიკაზე მუშაობა გიორგი მიქაძემ დიდი ხნით ადრე გადაწყვეტა. 2016 წელს კი სხვადასხვა კუთხის განსხვავებული მუსიკალური მემკვიდრეობის დამუშავებით ქართველმა პიანისტმა სრულიად ახალი ჟღერადობა და მრავალჟანრობრივი ექსპერიმენტული პროექტი Voice შექმნა. თითო კომპოზიციაში ვეცადე რომ სხვადასხვა რაღაც იდეები ჩამედო, მაგალითად თვითონ სიმღერა Voice-ა, რომელიც ამას პროექტს თვითონ დაერქვა. ეს არის ქართული სიმღერა, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მოხდა ამის რაღაც ნაწილის აღება და ჰიპ-ჰოპის რიტმთან შერწყმა. ამავდროულად ზემოდან დადება რეპერის, ასე რომ ვთქვათ, ჰიპ-ჰოპის რეპი ზემოდან, რომელიც ანუ ეს ყველაფერი გაიწერა ეს გრამობით, იმიტომ რომ როდესაც ქართულ მუსიკასთან მაქვს შეხება ძალიან ბევრი გათვლა არის საჭიროდ, იმიტომ რომ აი ძალიან რთულია რომ ქართულ მუსიკას სწორად მოკიდო ხელი და აი სულ აი ამ პროცესში ვარ რომ აი რაღაცა არასწორად არ გამოვიდა. სრულიად განსხვავებულ ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსები გიორგი მიქაძემ პირველად ნიუ-იორკში შეკრიბა. ჯაზის, R&B-ის და ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების და ანსამბლი ბასიანის კოლაბორაციით 10 ახალი კომპოზიცია ჩაიწერა. მუსიკოსებისთვის ამის ხელის მოკიდება რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და არა მარტო მე ბიჭებიც ყველა ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად არის მოხერხებული ის ანუ ის ორიგინალი რაც აქვს ქართულ პოპულარს დატოვა და მან დაადო ქვემოდან აი ესეთი ძალიან კარგად გამოვიდა მას ეს ყველაფერი დაადო ჰიპ-ჰოპის ელემენტები. საინტერესო ფაქტი არის რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენელია, ბრაზილიელი, პალესტინელი, ებრაელი, ამერიკელი, ფრანგი და ეს უკვე რაღაცა სხვადასხვა ჟღერადობას ქმნის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი კულტურა მოაქვს თავის დაკვირაში, ხო? და სწორედ აი ამ შერწყმით და ქართული ჰარმონიით რაღაცა ახალი და საინტერესო იქნება. ქართული ტრადიციული კულტურის ტრანსფორმაცია ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით ეთნო ჯაზისგან ბევრად განსხვავებულად ჟღერს. ექსპერიმენტის წარდგენას პროექტის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გეგმავს. ისეთ გადის ამ პროექტით ჩვენი თუნდაც ტრადიციული კულტურა, ტრადიციული ხალხური სიმღერა, რომელიც ვთქვათ, უსმენს ჯაზს და არის ძალიან ესეთი ვთქვათ, მსოფლიოში ესეთი ცნობილი ხალხი და ცნობილი ადამიანები და ცნობილი მსმენელი. ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ის სიტუაცია, სად მოხდებოდა ამის შესრულება და ჩვენ ახლა ძალიან გვიხარია, რომ მივდივართ ჩინეთში და ამის პირველი კონცერტის სახით წარმოდგენა მოხდება პეკინში. Voice-ს მოგზაურობა ქართულ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად პეკინიდან დაიწყება. საქველმოქმედო ფონდი ქართული გალობისა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად ექსპერიმენტული პროექტის პრემიერა შესრულდება.